დღეს მინდა ვისაუბრო ტრიგერებზე და ადამიანის სარკეებზე. ხსმენია ხო, რომ ჩვენი გარშემო ადამიანები ვინც არიან, ჩვენი სარკეები არიან და ცოტა მიუღებლობა ხდება ხოლმე ამის. ანუ ვერ გვჯერა, რომ რეალურად ის რაღაცები, რაც სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს, ასე ვთქვათ, ჩვენი ანარეკლი იყოს, ანუ ჩვენში იდოს ეს რაღაც. მოდი ხა გავშიფროთ, ჩემთვისაც ძალიან დაუჯერებელი იყო, იმიტომ რომ როგორ ხა ვიძახდი რომ მე ამას არასდროს არ ვაკეთებ, არასდროს არ გავაკეთებ. სინამდვილეში ჩვენში ცხოვრობს ის პატარა ბავშვი, რომელიც ბავშვობაში ლაღი იყო, თავის სურვილებით ჰქონდა და გარკვეულწილად რაღაცა სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. ასევე ჩვენში ცხოვრობს მშობლები, ძირითადად დედა, რომელიც ასევე გვაკრიტიკებდა, მიგვითითებდა, არ მოწონდა ჩვენი რაღაცები და ეს წარმოსახვა, ეს სახე, ეს ხმა, ეს ხმები, როგორც მამის, დედის, ჩვენი პატარა ბავშვის ჩვენში რეალურად ცხოვრობენ. ეხლა წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ მაგალითად არ მოგწონს, გავიზარდე, დიდები ვართ და არ მოგწონს, როგორ იცვავს მაგალითად ჩვენი მეზობელი ახალგაზრდა გოგო, ხო, რაღაც დეკოლტეს, რაღაც თითქოს ვანიჭებთ, რომ რაღაცა ძალიან ვულგარულად გამოიყურება. სინამდვილეში აქ ირთვება ეს პროგრამა და რომ მეც ბავშვობაში მომწონდა, მინდოდა ესე ჩაცმა, დედა ან მამა მიგზალავდა ამას, არ მაძლევდა ამის საშუალებას, იძახდა, რომ ეს ვულგარულია, არ შეიძლება და შესაბამისად ეს ჩემი ბავშვობის რაღაცა სურვილები დარჩა ბავშვობის სურვილი. შეიძლება ბავშვობაში ეს ძალიან არ მოგწონდა და რა თქმა უნდა არ მოგწონდა კიდევაც, მაგრამ ავტომატურად ეს ნათესაური პროგრამები ჩვენში copy-paste-ით გადმოდის. შესაბამისად, მე ამით ხვდები, რომ ის ადამიანი, ვინც მე მაღიზიანებს, მატრიგერებს, ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. ეს არის ჩემ შიგნით რაღაცა ღია ჭრილობა, რომელიც მე ვერ გავიაზრე, ვერ მოვიშუშე, ვერ მივიღე და ამიტომაც ვგრძნობ ამ ადამიანის დანახვაზე ცუდად. ანუ სინამდვილეში ტრიგერები გვეხმარებიან რეალურად, რომ მივიდეთ და სიღრმისეულად ის ადგილები დავიმუშაოთ, რომელიც გავლილი გვაქვს. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ხდება გააზრება, რომ ის ადამიანი არაფერი შუაში არ არის, ეს ყველაფერი ჩემში ხდება შიგნით და უნდა მივიღო ჩემი თავი, როგორც ჩემი ბავშვის სახე და სურვილები, ასევე ჩემი მშობელი, რომელიც ჩემში ცხოვრობს. და ეს პრინციპში ყველაფერს აგვარებს. ანუ ვიძახი მე ჩემს თავში, რომ ის ადამიანი აქ არაფერი შუაში არ არის, მე ვიღებ ჩემს სურვილებს, ჩემ ბნელ მხარეებს, ყველაფერს ის რაც ჩემ შიგნით არის და ამით ყველაფერი მოგვარებულია. მიყვარხართ ყველანი, მჭირდებით.